პასუხს უღებდა. მადლობას მოგახსენებ ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის 32 საჯარო სკოლაში პროექტის დემოკრატია იწყება სკოლიდან პრეზენტაციაზე მოგზაურობისათვის. მადლობა. ჩვენი სკოლა სწორედ იმ ადამიანის სახელს ატარებს, რომელზეც ყველა ამბობდა, ვინც კი იცნობდა ჯანსაღ სხეულში ჯანსაღის სული ბინადრობს. ავთანდილ დეკანოიძე სწორედ ის გმირი გახლდათ, რომელმაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ქვეყნის წინსვლასა და პროგრესს შესწირა მისთვის ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე. პროექტი დემოკრატია იწყება სკოლიდან საქართველოს 61 სკოლაში ხორციელდება. ერთ-ერთი ვართ ჩვენ. ამ პროექტის მხარდამჭერები გახლავთ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ევროსაბჭო. ამ პროექტის ფარგლებში მუშაობთ სამი მიმართულებით. სკოლის კოლეგიალურ საქმიანობასა და სასკოლო პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაში მოსწავლეთა მონაწილეობა. მეორე გახლავთ თემის საქმიანობაში მოსწავლეთა ჩართულობა და მესამე ფორმალურ და არაფორმალურ აქტივობებში მოსწავლეთა მონაწილეობა. ახლა სიტყვას გადავცემ ჩვენი სკოლის დირექტორს ბატონ გია მამაკელიძეს. ფესტივალი დემოკრატია იწყება სკოლიდან ჩვენთვის მეგობრებო ძალიან პერსპექტივას. ეს არ არის უბრალოდ ღონისძიება. ეს არის ჩვენ მიერ გაზიარებული ღირებულებების, იდეებისა და მონაწილეობის დღესასწაული. მოგესალმებათ, რომ სკოლა არა მხოლოდ ცოდნის, არამედ სამართლიანობის, თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის სიმცირა. სწორედ აქ ეყრება საფუძველი დემოკრატიულ საზოგადოებას. დღეს თქვენ იხილავთ სხვადასხვა აქტივობებსა და პრეზენტაციებს, მოსწავლეების მიერ შექმნილ პროექტებს, დებატებს, ხელოვნების ნიმუშებს და კიდევ ბევრ ძალიან საინტერესო ინიციატივას, რომელიც დემოკრატიის თემას უკავშირდება. მეგობრებო,
დემოკრატია ხომ ჩვენს ყოველდღიურ ურთიერთობებში იწყება, მოსმენაში, განსხვავებული აზრის პატივისცემაში და იმით, თუ როგორ ვიღებთ ერთობლივად გადაწყვეტილებებს. და თუ დღეს ჩვენი ახალგაზრდები ისწავლიან დემოკრატიულად ცხოვრებას, ხვალ ისინი გახდებიან ამ ღირებულებების გამტარებელი მთელ საზოგადოებაში. მადლობა დიდი, რომ აქ ხართ. გისურვებთ დადებით ემოციებს, ახალ შთაგონებას და ურთიერთპატივისცემით სავსე გაემოს. ფესტივალი დემოკრატია იწყება სკოლიდან ოფიციალურად გახსნილად ითვლება. ჩვენ ვიწყებთ თქვენი სიამოვნებით. ეს სლაიდია სხავს ინკლუზიური განათლების სარგლებში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც მოამზადეს ჩვენი სკოლის ინკლუზიის მასწავლებლებმა მოსწავლეებთან. მიზანი იყო ისეთი გარემო შექმნა, სადაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები თანასწორად ჩაერთვებოდნენ როგორც სასწავლო, ისე არაფორმალურ პროექტებში. ფოტოზე ჩანს მათი მონაწილეობა კულინარიულ, ხელოვნების, შემოქმედებით და ტექნიკურ აქტივობებში. პროექტი დაეხმარა ბავშვებს მოტივაციის გაზრდაში, ქუჩებასებისა და სოციალური ინტეგრაციის განვითარებაში. მნიშვნელოვანი იყო მშობლების ჩართულობაც. ერთად ვმსჯელობდით ინკლუზიური განათლების მნიშვნელობაზე და გეგმავდით მეთოდებს. ასეთი ერთობლივი ძალისხმევა ნამდვილად ცვლის ბავშვების ცხოვრებას უკეთესად. მოგესალმებით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ჩვენ სკოლაში, რომელიც ახლის გაუგებით. რა თქმა უნდა, ეს პროექტი განხორციელდა დემოკრატია იწყება სკოლიდან ფარგლებში. ეს პროექტი განხორციელდა სკოლაში არსებულმა ლიტერატურულმა კლუბმა, რომელსაც ჰქვია კაცები ლუქსი. ამ კლუბის მხარდამჭერი არის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ხერმატონი დარიშავა. გაჩერდება პროექტს ჰქვია წიგნიდან სცენამდე აკაკი წერეთლის ჩემი თავგადასავლის მიხედვით. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა სიხმისეულად გაიაზრეს ტექსტი, შემოქმედებითად განვიოზეს წაკითხული სხვადასხვა ფორმით, შეძლეს თავისუფლად საუბარი როგორც ახალ, ისე ნაცნობ თემებზე, გაიჭირეს ლექსიკური მარაგი, შეძლეს თანატოლებთან და უდოშკასელებთან ეფექტური კომუნიკაცია, ასევე საკუთარი იდეებისა და ნამუშევრების საჯარო წარდგენა, პერსონაჟების განსახიერება, ემოციების გადმოცემა და სამსახიობო უნარების განვითარება. ვიცით, 21 საუკუნეში ფინანსური წიგნიერება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ სკოლაში აკაკი თვითველიძის მხარდაჭერით შეიქმნა ფინანსური წიგნიერების კლუბი. პროექტის მიზანია მოსწავლეებში ფინანსური წიგნიერების ამაღლება და იმ უნარების განვითარება, რომლებიც აუცილებელია თანავედროვე მოფიქრებული, დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი მოქალაქეების. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პრაქტიკულ ცოდნასა და ისეთი რეგულირებების გაძლიერებას, როგორებიცაა პრობლემის გადაჭრა, კრიტიკული და შემოქმედებული აზროვნება, ინიციატივა და კოლაბორაცია. მოლოდინები და შედეგები კი ვრცელდება როგორც პიროვნული განვითარებაზე, ისე საგანმანათლებლო პროცესზე, საზოგადოებრივ ჩართულობასა და კრეატიულ სიტუაციაზე. სკოლაში 2022 წლიდან ფუნქციონირებს ინოვაციური სასკოლო ჰაბი, რომლის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი არის ისტორიის პედაგოგი ხარატონი თეაგაგო. ინოვაციური სასკოლო ჰაბი არის მულტიფუნქციური მრავალპროფილური გაერთიანება, რომელიც მუშაობს არაფორმალური განათლების კუთხით და რომელიც არის მოხალისეობრივი. ინოვაციური სასკოლო ჰაბის ფარგლებში ყოველწლიურად იგეგმება და ხორციელდება სასწავლო შემოქმედებითი კონფერენციები, ტრენინგ სემინარები და ღონისძიებები. რაც შეეხება ჰაბის მთავარ მიზანს, ეს არის ისტორიის როგორც უძველესი ანტიკური ქალაქის შესწავლა და განსხვავებული ნაბუჯი წარმოჩენა, კვლევების ჩატარება და ინფორმაციის გაგება და მოსწავლეებისათვის და საზოგადოებისათვის ამ ყველაფრის გასწრება. როდესაც ჩვენ სკოლაში მოხდა ევროსაბჭოს პროექტის შემოტანა, კერძოდ დემოკრატია იწყება სკოლიდან, ინოვაციური სასკოლო ჰაბის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა გრძელვადიანი სასკოლო პროექტი, რომელსაც ეწოდება მინიატურული ქალაქი. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაამზადეს ერთგვარი მოძრავი რესურსები და ეს მოძრავი რესურსები წარმოადგენს ქუთაისის გამორჩეულ ძეგლებსა და შენობებს. მაგალითისთვის რომ ვიქნათ, მათ დაამზადეს ბაგრატის ტაძარი, ქუთაისის საბერძნეები, ოქროს ჩარდახი, ბალახვანის კიბე
სოციალურ მეცნიერებებში მოსწავლეთა ჩართულობა ჩვენი სკოლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ნანა მარღანია და სოფო მუსუძე აქტიურად უწყობენ ხელს სწავლების დემოკრატიულ და ინტერაქტიულ მიღებებს. მოკვეთილებზე მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში, იკვლევენ სხვადასხვა თემებს, მომზადებენ პრეზენტაციებს და მსჯელობენ როგორც წარსულზე, ისე მიმდინარე მოვლენებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაკვეთილზე ბავშვებს ეძლევათ სივრცე საკუთარი აზრის და საფიქსირებლად, რაც მათ კრეატიულ აზროვნებასა და სამოქალაქო ცნობიერებას აძლიერებს. ასეთი გარემო აყალიბებს აქტიურ, მოაზროვნე და პასუხისმგებლიან მოქალაქეს. შემდეგი არის სკოლაში შექმნილი წიგნი, რომლის სათაურიც არის ინფექციური დაავადებები. წიგნი შეიქმნა ჩვენი სკოლის ფიზიკის მასწავლებლის გია ხიჯაკაძის მხარდაჭერით. COVID-19 პერიოდში, როცა სწავლა ახალგამოწვევებთან იყო დაკავშირებული, ჩვენ სკოლაში დაიბადა იდეა, რომ შექმნილიყო წიგნი ინფექციური დაავადებები. მოსწავლეებმა იმუშავებთ სხვადასხვა თემებზე, როგორ ვრცელდება ვირუსი, როგორ დაიცვათ თავი და როგორ მოიცვა პანდემიის დროს. ეს პროექტი იყო არა მხოლოდ ცოდნის გაღრმავების, არამედ ემოციების განზიარების, ერთმანეთის მხარდაჭერის და შემოქმედებითი თვითგამოხატვის საშუალება. კრიზისის გარემოშიც კი ბავშვებმა შეძლეს აქტიურად ჩართვა და მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა. პროექტმა არა მხოლოდ გააღრმავა მათემატიკური, ბიოლოგიური თუ საზოგადოებრივი უნარები, არამედ მისცა შესაძლებლობა გამოეხატათ საკუთარი გამოცდილება, დაფიქრება და იმედის გაცნობა. ქუთაისის ურბანულ განვითარებაში აუცილებელია ძველი უბნების დაცვა, როგორც ქალაქის იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე შენარჩუნების გარანტიისთვის. პროექტი იყენებს ხელოვნურ ინტელექტს უბნების მონაცემების ანალიზისა და პრობლემების იდენტიფიკაციისთვის, რაც მერიისა და საზოგადოების ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება. მისი მიზანია მდგრადი განვითარება, ფართო ჩართული და გამჭირვალე კომუნიკაცია. ისეთ მასწავლებლის სურათ ხარკიანის მხარდაჭერით ბავშვებმა ხელოვნურ ინტელექტს შეაქმნებდეს ქუთაისის უბნების მომავალი განვითარებული და თანამედროვე ვერსია, რომელსაც მოგვიანებით იხილავდა ძალიან ისიამოვნებთ. შემდეგი საუბარით, როგორც ქალბატონმა მარიამ დასაწყისში ახსენა, ევისმოჯოს პროექტი მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას. ერთ-ერთი მიმართულება კი არის სკოლის კოლეგიალური ურთიერთობების ჩამოყალიბება და მისი განვითარება. შესაბამისად, იმისათვის, რომ ამ მიმართულებას გავყოლოდით, სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით და რა თქმა უნდა, დირექციის მხარდაჭერით და მოჭრით, გადავწყვეტთ, რომ სკოლაში გამოითავსებინა იდეების ყუთი. იდეების ყუთი ჩვენ თვითონ დავამზადეთ, გავაფორმეთ სპეციალურად, დავუვუხეთ იმისათვის, რომ მასში არსებული ინფორმაცია არ გავრცელებულიყო და მხოლოდ ჩვენ ვცოდნოდა თვითმმართველობას და სკოლის ადმინისტრაციას. რაც შეეხება იდეების ყუთის მთავარ დანიშნულებას. ეს ეხმარება სკოლის საზოგადოებას, კერძოდ მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და ასევე მშობლებს, რომ საკუთარი ინიციატივები წერილობის სახით განათავსონ ამ ყუთში. ეს ასება მხოლოდ ინიციატივებს, ეს ეხება ასევე მათ მოთხოვნებს, მოდი ასე დავაუხოთ, ასევე მათ სურვილებს თქვათ რისის შეცვლას სკოლაში, რას ისურვებდნენ და ასე შემდეგ. მოკლედ, შეუძლიათ რომ ეს ინფორმაცია განათავსონ ყუთში, ყუთი თვეში ერთხელ იხსნება და თვითმმართველობა და სკოლის ადმინისტრაცია ერთად ცვლიან ყუთს და ერთმანეთთან დისკუსიით შემდეგ ცდილობენ თითოეული მათგანი განვახორციელოს რა თქმა უნდა სკოლის შესაძლებლობისა და რესურსების გასვალისწინებით. შესაბამისად, ეს ყუთი არის ერთმანეთთან დამაკავშირებელი გზა მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს შორის, რადგან სკოლაში არის ძალიან ბევრი მოსწავლე, ძალიან ბევრი მასწავლებელი და მშობელი, შესაბამისად, შეუძლებელია ის რომ ყველასთან გაავა კომუნიკაცია და თითოეული მათგანის აზრი მოიცნიო. ამიტომაც იდეების ყუთი საკმაოდ კარგი იდეაა, მე ვფიქრობ. შესაბამისად, მოსწავლეების, მასწავლებლებისა და მშობლების ინიციატივები და იდეების გახდა სკოლის განვითარების მთავარი წყარო. პროექტი გზა წარმატებამდე მიზნად ისახავს მოსწავლეთა საერთაშორისო მზადყოფნის უზრუნველყოფას და მათთვის ინსპირაციული გარემოს შექმნას. უცხოელი სპიკერების ჩართვა სხვადასხვა სფეროდან ზრდის მოტივაციას, აფართოებს თვალსაჩინოს და აზრებს მოსწავლეებს უნიკალურ შესაძლებლობებს. უშუალოდ მიიღებენ გამოცდილებას საერთაშორისო პრაქტიკებზე.
პროექტი ასევე აღიარებს საკომუნიკაციო და პრეზენტაციის უნარს, რაც ხელს უწყობს თავისუფალი თავდაჯერებული და დემოკრატიული მოქალაქეების ჩამოყალიბებას. Shepherds is really solved. Demokratia izdeła szkolna, hardware, szkolna, konsultacja, elektryczna, mocna interesu projektu. A projekt swój, transacja szkolna, argument czterowy zachali perspektywy. Misji kawałek hardware jest historii pedagogii metodycznej i odnośnej. A projekt kawałek obywateli gazmałda i muszałewi, to cały czas szkolnictwa pedagogicznego transformacji jedyny monetycznego. Margarita. Projektis partnership, ჩაგადა გაყოფილი თემაზე, სახელმწიფო მმართველობა გარდამავალ პერიოდში, რომლის მხარდამჭერიც იყო ისტორიის პედაგოგი ბატონი ანჯელა მაჩარაძე. ჩაგადა მინიეცია თემაზე, საქართველო გარდამავალ პერიოდში, რომლის მხარდამჭერი იყო ბიოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი ბატონი ნაცია ხოხობელიძე. მეუღლეო ფილმების შერევა, უბრალოდ ფილმის შერევა, თვითმფრინავის ფიჩერი. და გაიარა დისკუსია, რომლის მხარდამჭერიც იყო ქალბატონი ელიზო მასკერდაძე, სამოქალაქო განათლების პედაგოგი. ჩაგადა გაყოფილი თემაზე აფხაზეთის შორის ტკივილია, რომლის მხარდამჭერიც იყო ისტორიის პედაგოგი ქალბატონი გერა გაბუა. ჩაგადა ასევე გაყოფილი თემაზე ქვეყნის ეკონომიკა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბატონი ჟირა ყოფოშვილი, როგორც აღნიშნე ისტორიის პედაგოგი. რაც შეეხება პროექტის მიზანს, მისი მიზანი იყო დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობის პროცესსა და გარდამავალი პერიოდის ისტორიების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება და მხარდამჭერა სხვადასხვა კვლევითი და პრაქტიკული აქტივობების განხორციელების გზით. 2024 წლის ნოემბერში, როგორც კი ჩვენ სკოლაში ამ პროექტმა შემოვიჯა, საუკეთესო ქალბატონის, თავისი საქმის პროფესიონალის, მეგაკომპეტენტობის ქალბატონ რუსულა ლონთაძის ხელმძღვანელობით, მაშინვე ჩვენი მასწავლებლები აქტიურად ჩაერთნენ. მაგრამ მოგეხსენებათ, რომ სკოლა მშობის გარეშე ვერ პროგრესირდება. მშობელი ის მთავარი და მნიშვნელოვანი როლია, რომელიც აუცილებლად აქტიურად უნდა იყოს საზოგადოებაში ჩართული. და სწორედ ამ მიზნით ჩვენ სკოლაში დავაარსებთ შემქმნელი მშობელთა კლუბი. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ საოცარი აქტიურობა შეინიშნებოდა. მშობლები თავად გამოვიდნენ ინიციატორები და ძალიან ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელეს. ჯერ დაგეგმეს, მოილაპარაკეს და შემდეგ განახორციელეს, სადაც ჩვენ რა თქმა უნდა მონაწილეობდით. ჩვენ ვიყავით ფასილიტატორები და ეს თანამშრომლობა ნამდვილად არის მეგობრებო გზა წარმატებისაკენ. და მე უბრალოდ მოკლედ გეტყვით რა აქტივობები განახორციელეს. ეს იყო მშობელი მესპიკერი. ეს აქტივობა იყო ძალიან სახალისოც, ძალიან მნიშვნელოვანი 21 საუკუნეში მოგხსენებათ, რომ ჯანსაღმოებასთან შეეხება ამაზე უნდა საუბარი და შემდეგ დაიგებებინეთ, რომ ხშირად შეხვედრებდებით. შემდეგი იყო თექაზე მუშაობა. ჩვენ გვყავს სკოლაში საოცარი ლარი მასწავლებელი, რომელიც მშობლებს ამუშავებდა თექაზე და თქვენ დღეს იქნებათ მაშინებს. და მესამე ხიარული სტარტები. კაცრავად, ხიარული სტარტები, რომელიც ძალიან სახალისოდ წარიმართა ჩვენ სკოლაში, სადაც ჩართულები იყვნენ მშობლები, ძირითადად მშობლები, ბავშვები და მასწავლებლები. ამას ყველაფერთან ახლდა ხალისი, სიცილი, კისკისი, მაგრამ ცოტაოდენ მწვერმლიც. დამარცხებიდან დაუწყებული. ეს სლაიდი ასახავს სხვადასხვა კლასის მოსწავლეების მონაწილეობით განხორციელებულ ინტეგრირებულ პროექტს, რომლის მთავარი თემაც იყო მოგზაურობა ადამიანური კულტურის ისტორიაში. პროექტის მიზანი იყო ისტორიული ეპოქების ხალხური
კულტურის არტეფაქტების მეგობრებო ძალიან ნერვიულობს. სამოსისა და ტრადიციების განსხვავება. სხვადასხვა საგნის ინტეგრირებული სწავლების გზით. მოსწავლეებმა შექმნეს ისტორიული არტეფაქტების მოდელები, გააკეთეს კვლევები სხვადასხვა ცივილიზაციაზე, მათ შორის ეგვიპტეზე, ბაბილონზე, ბერძნულ და რომაულ კულტურებზე. პროექტში გამოყენებული იყო ვიზუალური მასალები, თეატრალური სცენები, მუზეუმის მინიმოდელები და სხვა შემოქმედებითი არტივები, რაც დაეხმარა ბავშვებს ღრმა გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნის მიღებაში. პროექტი არამხოლოდ ცოდნის განმავლობაში, არამედ თანამშრომლობის, კვლევისა და პრეზენტაციული უნარების განვითარებაშიც ეხმარება. ჩვენ სკოლაში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა იმას, რომ მოსწავლეები ჩართულები იყვნენ გადაწყვეტილებების მიღებაში. მათემატიკის მასწავლებლის თამარ მურუსის მხარდაჭერით განხორციელდა პროექტები, სადაც ბავშვები აკრებებდნენ მონაცემებს, ამზადებენ პრეზენტაციებს, თვითონ დიაგრამებს და ერთად მშენებლობდნენ მიღებულ შედეგებზე. გაიმართა რთული თამაშები, როგორიცაა სასკოლო პარლამენტის სხდომა, რაც მათ დაეხმარა უკეთ გაეაზრებინათ დემოკრატიული პროცესები. ეს ყველაფერი ხელს უწყობს სამოქალაქო ცნობიერების განვითარებას, საჯარო გამოსვლის უნარების გაძლიერებას და პასუხისმგებლობის გრძნობას. ჩამქნით სივრცეს, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ გამოხატონ თავისი აზრი, მიიღონ მონაწილეობა და თავადაც იქცეს ცვლილებების ავტორება. ინკლუზიური განათლების და აქტიური მონაწილეობის მიმართულებით ჩვენ სკოლაში არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა ელისო მაცკაპლაძის ხელმძღვანელობით მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ ისეთ პროექტებში, რომლებიც ავითარებს მათ კრიტიკულ აზროვნებას, თანამშრომლობის უნარს და სამოქალაქო პასუხისმგებლობას. პროექტი ჩემი მომავლის პროფესია დაეხმარა მოსწავლეებს პროფესიულ ორიენტაციაში, თვითშემეცნებისა და კრეატიული მიზნების დაგეგმვაში. ასევე მიმდინარეობს მრავალფეროვანი ინტეგრირებული გაკვეთილები, დისკუსიები, ჯგუფური მუშაობა, ისეთ თემებზე, როგორიცაა ინკლუზია, გლობალური პრობლემები, გარემოზე ზრუნვა და თანასწორობა. ასეთი გარემო ქმნის მოსწავლეთა ჩართულობას და სიღრმისეულ განვითარებას. ცოდნის მიღება მათთვის საინტერესო და შემოქმედებით პროცესად იქცევა. Dabos. Ჩვენი სასკოლო ელემენტია. როგორც იხილეთ მეგობრებო, სკოლაში არა მარტო ამ პროექტის, არამედ ზოგადად ძალიან ბევრი აქტივობა პროექტი ხორციელდება. ძალიან ბევრი ადამიანი სტუმრობს ჩვენ სკოლას. ეს რომ ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდეს, გამხდარიყო დავფიქრდით ბევრი აღწევია და გავხსენით სასკოლო ტელევიზია. ტივი 22. ჩვენს აღზრდილი სტარტია რომელიც აღმავთ დაჩინანოვაშვილი იყო ჩვენი პირველი სტუმარი, შემდეგ რიაკარის დღე უმასპინძლეთ ჩვენი თემის ბაღის მოსწავლეებს, რომელიც ძალიან საინტერესო და სახალისო წარიმართა, ხოლო შემდეგი ეს გახდა აღშენილი რომ აღნიშნო საუკეთესო ადამიანის, ვის სახელზე ჩვენი სკოლა ატარებს ავთანდილ დეკანოიძის შვილთან ჰქონდა ჩაწერილი ინტერვიუ ბატონ ოთარ დეკანოიძესთან. მეტად ემოციური ყველაფერი მინდა გითხრათ. ჩვენ ძალიან ხშირად გავუდგებთ ეთერში ამ ყველაფერს აკეთებენ მოსწავლეები, თავად გეგმავენ, თავად ახორციელებენ და თვითონ აკეთებენ ყველაფერს ახალგაზრდა ჩვენი ხელმძღვანელობით და ჩვენი მხარდაჭერით, რა თქმა უნდა. ეს საუკეთესო სტარტი იყო ჩემი აზრით, იმ კიდევ იმ ბევრი ინოვაციური და შთამბეჭდავებული შინაარსი დღეს. პროექტმა, რომელიც ჩვენ ძალიან ხშირად მასებით გავაგზავნებთ, განავითარა მოსწავლეებში ისეთი კომპეტენციები, როგორიც არის ღირებულებები, დამოკიდებულებები, უნარები, ცოდნა და პრაქტიკული გააზრება. ეს არის სწორედ ის, რაც განაპირობებს, რა თქმა უნდა, დემოკრატიულ
პიროვნების აღზრდას და ინტეგრირებას საზოგადოებაში. უღრმესი მადლობა ძვირფასო მეგობრებო, მოგზაურებისთვის. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, რომ გამონახეთ დრო და გვეწვიეთ. ახლა კი ძალიან გხავით, რომ რამდენიმე წინადადების თქვენი შაბეჭდილებები დაგვიზიაროთ. პირველ რიგში მოგესალმებით ჩვენებს, პედაგოგებს, სტუდენტებს და ჩვენი ქალაქის საამაყო შვილს, ბატონ ვახტანგ გახობაძეს, არაერთის ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონს. მეთორმეტე სკოლა დაუმთავრებია ბატონ ვახტანგსაც. თავის დროზე მეცხრე სკოლაში დაიწყო. პირველი დედაინა გადაიშალა ამ სკოლაში და პირველი განათლება ანბანი ამ სკოლაში ვისწავლე ქალბატონ თამარა ივარდავაია ჩემი სკოლის დამაარსებლიდან. უგუნესი მადლობა მისულს ისათვის რომ ეს ძირითადი საუბარია მისგან მივიღე. ეხლა რაც შეიძლება დღევანდელ პროექტს დემოკრატია იწყება სკოლაში. ალბათ იმ წლებში როცა ამ სკოლაში სწავლობდი ამ სიტყვის მნიშვნელობა არც მე ვიცოდი და შეიძლება არჩევა პედაგოგებმა არ იცოდნენ, იმიტომ რომ მაშინ ყველა ისეთ ქვეყანაში ცხოვრობდით და არც განიხილებოდა ესეთი საკითხები. დღეს მნიშვნელოვანია რომ სკოლაში ესეთი თემები იწყებთ მოსწავლეებთან ურთიერთობას. ის პროექტები რაც დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ პრეზენტაცია ვაკეთებთ, ალბათ რამოდენიმე დეტალს მეც მოგყვარავს და გადავიღებ ჩვენს დიდ შენობაში, რომელიც გონია რომ რაღაც ნაწილში ჩვენს წაგვადგება დიდებსაც. მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, მადლობა ბავშვებს ჩართულებისათვის, პედაგოგებს ჩართულებისათვის და ყველა მომდა უკაცრავად უნდა მაპატიო, მაგრამ უნდა დაგდოთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ბევრჯერ შეგვიძლია. შვიდობა დაგეთმობილოს. ძალიან საინტერესო იყო, ძალიან კარგი იყო და მისურვებ წარმატებებს უარი ვფარავთ. Nia Vasilade, Sacra
ბატონი ბექა გეკულაძე, საფეხბურთო წევრი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე. Deputat Sasamediyet da Sasamediyet tezgahı da savaşçılar Akademisi'nde de son Akademisi'nde ideolojisi izlediğiniz çok iyi hatırlarsınız. Kimlik davranışları, Akademisi'nin simbolü, kimlik geldiğinde duruşa, Anadolu'da Akademisi'nin davranışları gösteriyor. O ismi, kimlik, Akademisi'nin duruşu, Savunmalarımızı, demokratik anlamda da Türkiye'de sorunlar da demokratik yapıyoruz. Arayın tanıştık da sorunlar şeyinde biraz kabul var. Ama orası değil, profesyonelist, aktivist, kendisini disiyelemez, tam opasisi var. Ay amin yolumuzun da azizimiz. Onun tarafı diğer skola apreciamos, apreciamos. Bir de isso, Ramon amigo, olha se eu ganhar tudo, Ramon amigo, foi sobre foi escalar, foi preparar, da Ramon amigo, sabe que nós sabe que tudo que eu estava fazendo, sabe que eu me ganhava, Agora Michael Diongazer, training მეგობარი სკოლის, 21 სკოლის დირექტორი საფეხბურთო წევრი. მოგესალმებით ბავშვებო, დიდი მადლობა ასეთი ღონისძიების ორგანიზებისათვის. ძალიან საინტერესოა, როცა სკოლაში ამდენი რამ ხდება. 32 სკოლა არის ჩვენი მეგობარი სკოლა. ძალიან მიყვარს ეს სკოლა, იმიტომ რომ ყოველთვის კარგი ტრადიციებით გამოირჩეოდა და დღესაც აგრძელებს ამ ტრადიციებს. რაც შეეხება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის ღონისძიება, რომელიც თქვენ სკოლაში გიკეთებიათ და მე ყურადღებით ვაკვირდებოდი და ძალიან ბევრი რამ გიკეთებიათ. მეორე რაც შეეხება დემოკრატიას, რაც შეეხება თქვენ ღირებულებებს, ჩემთვის მთავარი არის თქვენი ყოველი დღე, ბავშვებო. როგორ ატარებთ ყოველ დღეს სკოლაში, რამდენად ვითარდებით, რა ღირებულებებით იზრდებით და რას გაძლევთ თქვენ სკოლა და მე დარწმუნებული ვარ ამ ღონისძიებების, ამ ურთიერთობების შემდეგ თქვენ საუკეთესო ღირებულებებით აღიზრდებით. გაუმარჯოს 32 სკოლას, გაუმარჯოს საქართველოს და ყველა ავტოქარხნას და ყველა უკრაინას. ჩვენი პროექტის დემოკრატია სკოლაში ასიმილირებს არაჩვეულებრივ პირველ რიგში ადამიანს, კომპეტენტურს, თავისი საქმის პროფესიონალს და ლიგუთელობრივ უსუნდალონთადეს. ჩვენი სკოლის ფუნქციონალურ საფუძველს. ეს სკოლა იყო
ჩვენს პედაგოგებს, რომელიც ერთმანეთში ჩასწრები იყვნენ ჩვენთან. Თქვენი პროფესორები თბილისში კონფერენციაზე, სადაც მოგწევთ თქვენი სასწავლო წარმატებების აღიარების გაზიარება, სხვადასხვა სასწავლებლებში მომხდარი ევროსაბჭოთა კავშირის სამშობლოს დიდი მადლობა. Come on.
Ოსიახლი მოდოქი მოდაშამოჩები ის რა ამბე?
სადაც ყველაზე მეტი შემოქმედებითი უნარები არის ჩვენთან წარმოდგენილი და მე მგონი სახეზია ყველაფერი ბავშვების შექმნილი. ყველა არის ბავშვების ნამუშევრები. ეს მისი პროექტების აწმობა ძალიან მცირე ნაწილი შეუძლებელია გამოვიტანოთ. რაც ჩვენ ერთის გამომხატავს გავაკეთეთ, აქეთ არის ბავშვების ყველა ნამუშევარი ბავშვების შექმნილია და ვფიქრობ ძალიან საინტერესოა. ინდივიდუალური
ატოს დამუშავებული ჭალია. ეს არის სამღვიმის ნაწილი შეუძლია. ჩვენ ხოდა ძალიან კარგი მასწავლებელი რაულის. ციტაშვილი. დიახ, მე 21-ში სწავლობდი და ვიცი. 21-ში დამთავრებული, დიახ. მე მგონი ჩვენ ვიცი. კი, აშენებიდან. ასევე ჭიშებს ამტკბება, რომ დაცული იყვნენ სხვადასხვა ნებისმიერი სახის შეზღუდვებისგან. ასევე მათ აქვს უფლება, რომ გააჩნდეთ თავიანთი აზრი და თავისუფლად გამოხატოთ თავიანთი შეხედულებანი და მიიღოს სასურველი ინფორმაცია. ჩემო პატარებო, ჩემი ნათქვამი გულის გულში ჩაიდოვეთ და შეიმეცეთ. გიყვარდეთ თქვენი სამშობლო, თქვენი ელი, ქართული ენა, რადგანაც ადამიანის გულშია ბედნიერება, მაგრამ მისთანა სიყვარულში კი, რომელსაც არჩურად სიმართლე და გულწრფელობა უწევს. Საქართველოს
Raja Kuchi, Raja Raja Tare Kavi.